გაუზიაროთ ამბავი, რომელიც ეხება ჩვენს ბავშვებს, რომ ბავშვისთვის სკოლის შერჩევა მშობლებისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირად რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა. ფსიქოლოგების თქმით, სწორი სასწავლო გარემო არა მხოლოდ აკადემიურ შედეგებზე, არამედ მოზარდის ემოციურ კეთილდღეობასა და პიროვნულ განვითარებაზეც ახდენს გავლენას. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სპეციალისტებმა გამოყვეს რამდენიმე ნიშანი ჩემო არჩილ, რომელიც მშობლებს დაგვეხმარება, რომ მივხვდეთ, რამდენად არის თანხმდეტრაში აკადემიური გარემო ბავშვის საჭიროებებთან და როდის უნდა მივმართოთ შესაბამის ზომებს. ეხლა ერთს მე გეტყვი და დანარჩენი შენს კარგი. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, პირველ რიგში მშობლების სასწავლო გარემოსადმი მოზარდის დამოკიდებულებებს უნდა დავაკვირდეთ. მაგალითად, თუ არასრულწლოვანი სკოლის ამბებს ხშირად ყვება, აკვირდება იმას, თუ ვინ როგორი ინტერესით ეკიდება პრეზენტაციებს, ასევე დიდ დროს უთმობს სკოლისთვის მომზადებას, ეს ნიშნავს იმას, რომ სასწავლო გარემო მისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებების ნაწილია და მასში საკუთარი თავის რეალიზებას სრულად ახერხებს. ამის საპირისპიროდ თუ კითხვაზე რა ხდება სკოლაში, თქვენი შვილის პასუხი მუდმივად ერთფეროვანია, არაფერი განსაკუთრებული ან არ მახსოვს და ასე შემდეგ, ეს შეიძლება პირველი ნიშანი იყოს იმის, რომ სკოლა მოზარდის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. ხედავ შენ და ასევე უნდა გითხრათ, რომ სპეციალისტების თქმით, თუ ბავშვს საშინაო დავალებების შესრულების დროს შეცდომების დაშვების ეშინია და იმეორებს ფრაზას მასწავლებელი მეჩხერება სწორად თუ არ დავწერ, ეს ხშირად ემოციურ დისტანცირებასა და პედაგოგების მხრიდან არასწორ მიდგომაზე მიუთითებს. სწავლის პროცესის მიმდინარეობისას ბავშვს უნდა ჰქონდეს შეცდომების დაშვების საშუალება, რათა შემდგომში უკეთ მიხვდეს თავიდან გადაიკითხოს მასალა, ყველა ადამიანს სწავლის ინდივიდუალური ტემპი აქვს და ამას სკოლამ პატივი უნდა სცეს. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ბავშვი თავს სკოლაში კარგად არ გრძნობს, ახალი მავნეჩვევების გაჩენა, ეს შეიძლება იყოს ფრჩხილების ქმედა, ღამის კოშმარები, საუბრის დროს უეცარი გაჩუმება ან რაიმე ისეთი, რაც მას ადრე არ ახასიათებდა. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მსგავსი ქმედებები ემოციურ სტრესზე მიუთითებს და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ასევე თუ სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ოთახში მარტო ყოფნას ითხოვს, ნაკლებად ეკონტაქტება ოჯახის წევრებს, ხშირად ადარებს საკუთარ თავს სხვებს, ამბობს ის ჩემზე უკეთ სწავლობს, მე არაფერი გამომდის. სკოლასთან დაკავშირებული ნივთების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, მაგალითად, არულის ჩანთას ან წიგნებს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ბავშვი სასწავლო გარემოში თავს ცუდად გრძნობს. ფსიქოლოგების თქმით, იმისთვის რომ გაიგოთ, რამდენად კომფორტულად გრძნობს ბავშვი სკოლაში თავს, შეგიძლიათ პერიოდულად სრულიად ბუნებრივად კითხოთ, როგორ იქნებოდა, რომ სხვა სკოლაში იყვევლო, აი რას ფიქრობ, უფრო კარგი იქნებოდა თუ ეს სკოლა ჯობს, აი როგორ ფიქრობ შენ, აი ბავშვთან კომუნიკაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. შემდეგ კი მის რეაქციას დააკვირდით და უფიქრებელი აღტაცება ან შეშვებით ამოსუნთქვა მიუთითებს, რომ მოქმედი სასწავლო გარემო მისთვის სტრესთან ასოცირდება და ამას შინაგანად დიდი ხანია განიცდის. ეს პატარა გზამკვლევი იმისთვის, რომ მივხვდეთ სკოლაში რამდენად კომფორტულია თქვენი შვილი, რაღაცა ესე ვთქვათ, საკითხებმა მე დამაფიქრა. ხო არა? და არა მხოლოდ ალბათ ჩვენ მშობლებმა უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არამედ პედაგოგებმაც, რადგანაც გაქცევა სხვა სკოლაში გადასვლა არ მგონია მაინც პირველი გამოსავალი, რადგანაც ადგილზეც უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ბავშვი იყოს კომფორტში და ინდივიდუალურად მისი საჭიროებებიდან გამომდინარე მიუდგენ მას სასო გემშვიდობები, მადლობა. ნახვამდის. ასეა გაილია ჩვენი საეთერო დრო, ხვალამდე დაგემშვიდობათ. დილამშვიდობიცა საქართველოს. ნახვამდის არჩილ, მადლობა წარმატებული დღე ყველას. ბედნიერი დღე შენს და ჩვენს მაყურებელს.